გითხავთ არის თუ არა ურთიერთობა კარმული. და ხშირ შემთხვევაში კარმულში გულისხმობენ წინა ცხოვრებაში ხდებოდი თუ არა ერთმანეთს. და რეალურად ჯერა რომ ეცეთ სიტყვი რომ ურთიერთობა არის კარმული, თვითონ ასკვნიან იმას, რომ წინა ცხოვრებაში ესენი შეხვდნენ ერთმანეთს აუცილებლად. და რაღაც მიჯაჭვულობა არის, არ ვიცი, ეს რაღაც ფანტასტიკური ფილმების, ინდური ფილმების. არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი, მოკლედ, მაგრამ თვითონ კარმიდან რომ დავიწყოთ, კარმა ნიშნავს შენი საქციელიდან გამომდინარე შედეგს. რასაც შენ აკეთებ, იმის შედეგი არის კარმა. ეს არის თვითონ კარმის არსი. შესაბამისად, ცხოვრებაში ზოგადად რომ ვთქვათ, ნებისმიერი სიტუაცია არის კარმული. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თქვენ ცხოვრებაში შემოვა, იქნებიან მშობლები, შვილი, ნებისმიერი ცუდი ადამიანი, ნებისმიერი ბოროტი ადამიანი, ყველა და ნებისმიერი მოვლენა, რაც თქვენ გქონიათ, ნებისმიერი ადგილი, სადაც მოხვედრილ ხალხს, არაფერი არ არის შემთხვევითი, ყველაფერი არის კარმული. იმიტომ რომ ყველაფერი გამოწვეულია თქვენი წინა ცხოვრებიდან, იმის წინა ცხოვრებიდან, თქვენი ახლანდელი კარმიდან დაგროვებულიდან, რომელიც ეხლა რაღაც ცუდი თუ გავაკეთე, ეს ცუდი დამიბრუნდება აუცილებლად. შესაბამისად, ყველაფერი არის კარმული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ წინა ცხოვრებაში ჩვენ აუცილებლად შევხვდით, თუ ურთიერთობა არის კარმული. ყველა ურთიერთობა კარმულია, რადგან ელემენტარულად ერთი ადამიანი მოქმედებს მეორე ადამიანზე ყოველთვის. ამიტომ არ არის აუცილებელი, რომ წინა ცხოვრებაში ეს ადამიანი შეგხვედროდათ. რომც შეგხვედროდათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეხვდებოდეს მაინც რომანტიკულ შემთხვევაში. რატომ ასკვნით, რომ მაინც წინა ცხოვრებაში შეყვარებულები იყავით, ან ცოლ-ქმარი იყავით, აი რა ლოგიკით. შემდეგი რაც არის კარმული ურთიერთობა, ანუ ნებისმიერი ურთიერთობა კარმულია, ჩვენ ვიძახით ასტროლოგიაში, რომ კარმული არის ურთიერთობა, როდესაც კარმის გავლენა არის უფრო მაღალი, საშუალოზე მაღალი. ყველა რო გავლენა არის ვიცით, მაგრამ თუ არის უფრო მაღალი, პირდაპირ გავლენა თუ აქვს კარმაზე, ჩვენს კარმაზე, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი განსაკუთრებულად ახდენს გავლენას ჩვენზე და ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანის გვერდით ჩვენ უფრო კარმულად ვიტვირთებით, ანუ ჩვენი კარმა უფრო აქტიური ხდება, ან უფრო პასიური ხდება, ან ნეგატიური ხდება, უფრო მეტად ზემოქმედების ქვეშ არის, ან უფრო დადებითი ზემოქმედების ქვეშ არის, ანუ კარმულად ჩვენს კარმას უფრო აქტიურებს იმ ადამიანის გვერდით ყოფნა. როგორც მაგალითად საფრთხის დონე შეიძლება შეცვალოს სხვა ადამიანმა, როდესაც ჩემს გვერდით იქნება, მის გვერდით მე შეიძლება საფრთხის დონე გამეზარდოს, რაც ლოგიკურია, ეხლა მაგალითად სასტიკი ადამიანის გვერდით, რაღაც ისეთი მკვლელის გვერდით რო იცხოვრე, ბუნებრივია რომ მის გვერდით როცა ვცხოვრობ, ჩემი საფრთხის დონე იზრდება. იგივე არის კარმის შემთხვევაშიც.